Assalamu alaikum wa rahmatullahi wa barakatuh. ეს პატარა ჰადისი მინდა მოვყვე თქვენთვის ძალიან სასიამოვნო ჰადისი. საად იბნ აბი ვაყას ერთ-ერთი საჰაბა, რომელსაც შუამამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა რომ ის შევა სამოთხეში. მაგრამ თქვა რომ შუამამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ალლაჰს ღმერთს უყვარს სამი თვისება ადამიანში. ეს პირველი თვისება არის ღვთისმოშიშეობა, მეორე თვისება არის სიმდიდრე და მესამე თვისება არის დამალულობა. ეხლა ჩვენ ახსნით პატარაზე ახსნით რაც ნიშნავს ყოველივე. პირველი ღვთისმოშიშობა, რომელიც ადამიანს ეშინია ღმერთის. ეშინია ღმერთს რაც ნიშნავს, აკეთებს იმას, რაც ღმერთმა დაავალა მისთვის, როგორც ლოცვა, მარხვა, ჰაჯი და ასე შემდეგ. და ანებებს ჰარამებს. ეს არის ღვთისმოშიშობა, რაც ადამიანს ეშინია ღმერთის. და არა ის, რომ მარტო ადამიანი იძახის, რომ ღმერთი გულში მყავს, ღმერთი მიყვარს და всё, არა. ეს ერთი. მეორე, შუამამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მდიდარი ადამიანი. აქ იგულისხმება სიმდიდრე გულით, არა ფულით, არამედ გულით. ეს ისეთი სიმდიდრეა, რომც მაგალითად ცოტა კონდეს, რაღაცა ცოტა ბევრი არა გაქვს, შენ მაგით ხარ გმაყოფილი. შენ ნერვები არ გეშლება, დეპრესიაში არ ვარდები. და მე ეგ შევატყე, ბავშვობიდან შევატყე, რომ საქართველოში ვინ ცხოვრობს, ეგეთ ხალხს აქვთ ეგეთი არაჩვეულებრივი, აი ესეთი თვისება. ბევრი არ არის საჭირო ადამიანისთვის და კარგად გრძნობს თავს, დეპრესიაში არ ვარდება და ასე შემდეგ. რაც აქვს ადამიანს, მაგით არის გმაყოფილი. ეს არ ნიშნავს, რომ ბევრიც არ უნდა, მეტიც უდია არა, მაგრამ ზოგიერთი ხალხი არის, აი, ვერ წყნარდება, თავის ადგილზე ვერ ზის, ასე ვთქვათ, გული რაღაც აი შეწუხებული აქვს. მესამე თვისება, როგორც თქვა შუამამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, ეს არის დამალულობა. რაც ნიშნავს ეგ, ადამიანი როცა აკეთებს კაი საქმეებს, ნებისმიერ კაი საქმეს, სადაღა, დახმარება და ასე შემდეგ, ნებისმიერ კაი საქმე ის ელოდება მადლს მხოლოდ ალლაჰისგან, მხოლოდ ღმერთისგან. არ აინტერესებს მაგას ხალხის ქება, ხალხის აი კარგი სიტყვები. არ აკეთებს თავის კაი საქმეებს, გინ ლოცვა, გინ დახმარება ხალხისთვის, ნებისმიერ კაი საქმე არ აკეთებს მაგას ხალხის ხათრისთვის, არამედ აკეთებს ღმერთის ხათრისთვის. ეს არის სამი თვისება. პირველი ღვთისმოშიშეობა, მეორე გულის სიმდიდრე და მესამე არის ეს დამალულობა, როცა გინდა შენი საქმეებისგან ღმერთის გმაყოფილება. ალლაჰს უზენაებს თქო რომ მოგცეს ეს სამი თვისება ჩვენ ყველას და გასულთავოს ჩვენი გულები. სალამ ალეიკუმ.